ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის მორიგი დეზინფორმაცია. პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრისას ირაკლი რუხაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ოპოზიციურმა არხებმა დამახინჯებული ფორმით გააშუქეს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან კონსტრუქციული და ბევრ ხალხს მიეცა საშუალება, რომ გამოეხატა თავისი აზრი. უამრავი ურთიერთპატივცემა იყო მთავრობის წევრებს და ბიზნეს შორის და ეს შეუძლებელი არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ასევე კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენ ვართ ერთ-ერთი წარმოუდგენელ ეკონომიკური აქტიურობის და ეკონომიკური დოვლათის შექმნის პერიოდში. ჩვენ რამოდენიმე წელი ქონდა უპრეცედენტო ზრდა ეკონომიური და იმ ოთახში ის ხალხი ვინც იჯდა, იმათ ეს სიკეთე ყველა მიგზნო თვითონ თავის კომპანიებზე, თავის თავს. იყო ხალხი, რომელიც დღეს აკრიტიკებს მთავრობას, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ მთავრობა არასწორ პოზიციაზე დგას და იყო ძალიან ბევრი ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ მთავრობა დგას სწორ მხარეს, რომელსაც რა თქმა უნდა მეც ვეკუთვნი. პრემიერმა მოყვა ძალიან დეტალურად და გძლად ისტორია ფაქტობრივად ომის დაწყებიდან უკრაინაში და სადღაც დღეს. შენ თუ თავიდან პირველი ნაწილი არ გჯერა, რომ საქართველოს რეალურად საქართველოს მოითხოვდნენ ამ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი. ანუ მე ყველანაირი მოქმედება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, არაფერში არ ჯდება. ფუნდამენტალური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა რაც მოყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება.